გაიხსნება და ის 22 სექტემბრამდე გაგრძელდება. სამუზეუმო კონფერენცია თბილისში პირდაპირ ეთერში თაკო დარახველიძე საუბრობდა. დღის სხვა სიახლეები პრეზიდენტი გურიაში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად დღეს სოფლების შუხუთის, აცანას, ზიმათის და მამათის 17 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა სიმბოლურად გზის დაგების საქმეში მონაწილეობა თავადაც მიიღო. პროექტის მიხედვით მოეწყობა გზის საფუძველი, გაკეთდება სანიაღვრე არხები, აშენდება ხელოვნური ნაგებობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორსახი და გადასაცვალს. სამუშაოებზე 100 ადამიანია დასაქმებული. პრეზიდენტი ადგილობრივებს სოფელ ზიმეთში შეხვდა და სიტყვით მიმართა. მამაჩი და ძიმითში და ეს არ არის მე ვიცი რომ გზა არ არის ყველაფერი გზა ძალიან მნიშვნელოვანია მაგ გზა არის მნიშვნელოვანი იმისათვის რომ ჩვენ ვიაროთ გადავადგილდეთ ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ ჩვენი შვილები უკეთესად სწავლობდნენ სამედიცინო დახმარება უფრო ხარისხიანად მივიღოთ ბევრი რაღაცისთვის მაგრამ ამის გარდა რა თქმა უნდა ხალხს აწუხებს ბევრი სხვა საკითხი ხალხს აწუხებს რა თქმა უნდა თხილის ფასი აქვს ხალხს აწუხებს ზოგადად პროდუქტების ფასი ხალხს აწუხებს სოციალური დაცვის სტატუსის ქონობა თუ არ ქონა ხალხს აწუხებს პოლისების ქონა თუ არ ქონა რა თქმა უნდა ყველაფერ ამას ჩვენ მივყვებით და არც ერთი დღე არ ყოფილა ბოლო 8 წლის განმავლობაში როცა ჩვენ ეს როცა მე იმ დილას არ გამეღვიძია იმით რომ იმ დღეს რაღაცაა გასაკეთებელი და რა თქმა უნდა მინდა გითხრათ რომ ყოველ საღამოს ჩემ თავს ვეკითხებით გავაკეთე თუ არა საკმარისი და უმეტეს შემთხვევაში ვარ ძალიან უკმაყოფილო ეს არის čo მაგრამ თავარი არის ის რომ თუნდაც იმის მეათედით რომ გამოვიდეს რაც ჩანაფიქრები გვაქვს და მე ვფიქრობ ხშირ შემთხვევაში გამოდის იმაზე მეტი რაც გვაქვს ჩაფიქრებული. გუშინ 2000 დამატებითი დანადგარი დაიძრა საქართველოს სოფლებში და კიდე 2000-3000 დავამატეთ და ჩვენი დაპირებელ ტექნიკაზე იქნება შესრულებული და ყველა სოფელს ექნება რამდენიმე ხელმისაწვდომი ტრაქტორი და ტექნიკა და აგრეგატი იმისათვის მცირე მეწიან თუ არამცირე მეწიანს რომ დაამუშავონ მიწა. რა თქმა უნდა ყველგან საქართველოში შევდივართ გაზით და გარდა ძალიან მაღალმთიანი რაიონებისა და ესეთი არის სადღაც 15% ყველგან საქართველოში ყველა სახში იქნება გაზი და ყველაფერი ეს მივყვებით და ვაკეთებთ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ხალხი ცხოვრობდეს ღირსეულად. არც ერთი თქვენგანი არ ემსახურებს გაჭირვებას და პრობლემებს, რომელიც ძალიან ბევრია ჯერ კიდევ მათ შორის აქაურო ამ სოფლებში. ჩვენ მე გაზარდეთ სიტყვას რომ ჩვენ ყველანი ერთად ამოვართ ყველანაირი ამ გაჭირვებიდან პრობლემებიდან, იმიტომ რომ მე თვითონ ყოველდღე წეკითხულობ თქვენ წერილებს, ყოველდღე ვიცი რა ხდება. მნიშვნელოვანია რომ რამდენიმე ასეული ადამიანი ამ გზის მშენებლობაზე იმუშავებს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორივე რეგიონისთვის და იმ ადამიანებს რომელიც ამ გზით დასაქმდება რაც შეეხება ხალხს რომელიც ამ გზის გასწვრივ ცხოვრობს ეს არის ადამიანები რომელიც ნამდვილად თავის თავზე გზნობენ იმ სიკეთეს რომელსაც ეს გზა მოიტანს ყველასთვის ამიტომ არის კომფორტული იქნება და გადადგილების საუკეთესო საშუალება. საქართველოს პრეზიდენტი ლანჩხუთის რაიონში ჩიბათის საჯარო სკოლასაც ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა მეორე კლასის მოსწავლეებს გაესაუბრა და კომპიუტერული კლასიც დაათვალიერა. ჩიბათის სკოლის ძველი შენობა არასდროს გარემონტებულა, 1 წლის წინ შენობის დემონტაჟი ჩატარდა და მის ადგილზე ახალი სკოლა აშენდა. სკოლის შენობა ყველა თანამედროვე სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა. სკოლას აქვს გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. ჩიბათის საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზეა დათვლილი. სოციალურად დაუშვერებს რომ დაუნიკოთ ელექტრონული წიგნები მომავალს. მაშინ ჩაითვლება შიგ და მე გადაცემით წელიწად წლამდე უბრალოდ ბევრად უფრო ეფექტური იქნება. kindle-ის გავსი მინდა გავაკეთოთ თორემ ვიდეო პრემიერისთან ერთად და გვინდა რომ ელექტრონული წიგნები იყოს და როცა სოციალურად დაუშვერებს მე თანათა ყველაზე გადავა ეს ელექტრონული წიგნი, ელექტრონული წიგნის ეფექტი და სხვა ჩვენ ესტონეთში ხა ესტონეთმა როგორც ეხლა ისევ გაგვისწრა და ჩვენ ვსწრებთ რომ პროგრამისტების კურსი შექმნა პირველ კურსის კლასელებისთვის ხო პირველ კლასელებს ამზადებენ პროგრამისტები. შეიძლება რომ ჩამოყვანოთ ჯერათ ესტონები და ჩვენ ბავშვებიც ეგრევე დავაწყებთ. ჩვენ ვიღაც ესტონელები და სხვები ვინც სადაც არის მე მგონი სამხრეთ კორეაშია იგივე დაატრეინინგონ ჩვენები და ჩვენება მე შემდეგ ასწავლო პროგრამისტობა. პირველი ვიმზე რაღაც დონის რა თქმა უნდა. არაჩვეულებრივი სკოლა, თვითონ ტექნიკურად აღჭურვილი, კომპიუტერული კლასები, ყველა პირველ კლასელმა მიიღო ნოტბუკი, ბუკი, ყავთ ინგლისურენოვანი პედაგოგი უცხოელი. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სოფელში იყოს კარგი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა.